საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. გაინტერესებთ, გალბატონებო, რა გელოდებათ მომავალში. მაშინ თქვი შენი სახელი, ჩაიფიქრე შენი სორვილი და ვნახოთ, რა გელოდება. დავიწყოთ აბა. ჩემო კარგო, მალე რაღაცა სიხარული მოგდის. რაღაცა ძალიან დიდად უნდა გაგეხარდეს. ამოგივიდა მამაკაცი. შეიძლება იყოს უფროსი, შეიძლება იყოს მამა, შეიძლება იყოს შენი მეუღლე, ჩემო კარგო. ამოგივიდა პირდაპირ გულში. მალე ძალიან დიდი წარმატება, საქმის მოგვარება გელოდება, მზად იყავი. აი რაზეც დარდობ, განიცდი, ცვლილებები გელოდება, ჩემო კარგო, თანხა გიჩანს. თანხა მოგივა. ძალიან ბევრს ნერვიულობ, მაგრამ შენ რო არ გამოგივიდეს, ისეთი საქმე არ არსებობს. სულ სურვილი შესრულებები ამოგდის. ნახოთ, გავაგრძელოთ. იქამდე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება. ელვის ისრაფით, ჩემო კარგო, კაზიონის სახლი ამოგდის. ახალგაზრდა ბიჭუნადან რაღაცა ახალი ამბავი, ნაკეცი, ან რაღაცა წერილით, ან საბუთით ამოგივიდა. შენ მომავალი რა გელოდება, იცი? სულ არ გონია და არ ელოდები, მოულოდნელად დიდი სიხარული გელოდება, ჩემო კარგო. გეუნები, შენი მთელი დარდები სიხარულად გადაიქცევა. სულ სიხარულები გელოდება. რაც გინდა იდარდო და რაც გინდა ინერვიულო, ყველაფერი კარგად გექნება. ნახოთ აბა კიდე რა ხდება. წარსულში ბევრი რამე გაგპოსტავებია, ჩემო კარგო, ბევრიც გინერვიულია, დარდით ამოსულ ხარ, მაგრამ ახლა ჩქარი მაგიდაც გელოდება, დიდი სიხარულიც გელოდება. რაღაცა კარგი მაგიდა გელოდება, იცოდე. უბრალოდ რა არის, იცი? აქ ამოგდის კაზიონის სახლი. ეს კაზიონის სახლი შეიძლება იყოს ბანკი, შეიძლება იყოს სამსახური, ესე იგი, ისეთ ძალიან მწარედ განიცდი რაღაცას, დარდით დგეხარ. აი ერთი ეგაკაკ ახლა დარდად და ჯავრად ჩარჩენილი გულში. ახალგაზრდა გოგოზე და ბიჭზე იქნება აუცილებლად რაღაცა ლაპარაკი. ორ ნაჭერ ფულზე, ან ორ ნაჭერ ნივთზე, რაღაცას ძალიან ნერვიულობ, განიცდი. ნერვიულობაში ამოხვედი. ამჟამად ეს პერიოდი. ჯავრებიც აგაქვს, მაგრამ ნუ გიშინია. საქმეს მაინც მოაგვარებ, რაც გინდა სანერვიულო იყოს. სხვათა შორის უკვე გარეთ საწაკარებზე მოგეკაკუნებს, ძალიან დიდი წარმატება გელოდება. ნახოთ ახლა ახლო მომავალში რა გელოდება, ჩემო კარგო. რა გამშვიდებს? აი უყურე. შეიძლება რაღაცაზე ფული არა ყოფნიდა. შეიძლება შენი საქმე ვერ გააკეთე, რაც გინდოდა პოსტაში დამჭდარ ხარ. აი გაპოსტავებული საქმე ამრგვალებ და აკეთებ ფულის მეშვეობით. ფული დაგამშვიდებს და ამით სურვილებიც შეგისრულდება. შენი შეჩერებული საქმე, ჩემო კარგო, რაღაცა ფულით მოაგვარებს საქმეს. კი, ფულში გელოდება სიხარულები, ცვლილებები გელოდება, დიდი სიხარულიც გელოდება. კარგი. ახლა ვნახოთ კიდე კარტში რა ხდება შენ ცხოვრებაში. ეს აქ ამოგივათ ნეგატიური თუ რამე გაქვთ. კიდე თქვით თქვენი სახელი, ჩემო კარგებო, და ვნახოთ. ნახოთ რა ხდება აქ.
წარსულში ძალიან ბევრი სულიერი დაძაბულობა ქონია, განცდები ქონია, შეიძლება ავათაც ყოფილხარ. ძალიან დიდი უშანსობა ქონია, ჩემო კარგო, დიდი მერყეობაც ქონია. ნახოთ მერე. კი, თითქოს წვალობდი, ძირი ვერ გაიმაგრე, თითქოს სულ ყველაფერი დანაკარგს მიჩვენებს აქ. და პლუს მაგას მამაკაცთანაც პრობლემები ქონიათ. ნუ ეხლა თუ მამაკაცი მიყურებს, მაშინ თქვენ ქალბატონთან ქონიათ პრობლემა. ჩემო კარგო, ამობრუნებული გასაღები ამოგივიდა. ამობრუნებული გასაღები რას ნიშნავს? აქ რაღაც დანაკარგს მიჩვენებს. შეიძლება რამე დაკარგე გასაღებზე დამოკიდებული, სამსახური, სახლი, მანქანა, ძალიან ბევრი გინერვიულია. შენი ქორწინებაც თითქოს ბეჭედიც ამობრუნებულა. ეს რის ნიშანია? აქ რო ამოგივიდა დიდი უშანსობა და პრობლემები, შანსები გადაკეტილი ქონია. ნახოთ კიდე რა ხდება. ჩემო კარგო, მტერი ყავს, მაგრამ იცოდე, შენ მაგარი ლიდერი ადამიანი ხარ. რა გელოდება? ახალი ამბავი გელოდება, მაგრამ კარგად იცოდე, ისეთი თვალი გაქვს მოუშორებელი. მთხილად ვიყავი. კიდე რა გელოდება? სიძლიერე გელოდება, ასია თუ ისია ბრძოლა გელოდება, ბრძოლაში გამარჯვება გელოდება. ახლა რა მდგომარეობაში ხარ? ყველა საქმეს აგვარებ და რას გაფრთხილებს კარტი? ამოგივიდა ახალგაზრდა გოგონა. პატარა რაღაცაზე ნერვიულობა ამოგდის, მაგრამ რა დაგამშვიდებს? აი, ძალიან დიდი შანსები, ყველა საქმე გვარდება. აი, ასეთი გაშლა იყო ძვირფასო მეგობრებო, დღეს აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ, ჩემი პირადი ტელეფონს გეტყვით 557 64 38 81. შეგიძლიათ პირად კონსულტაციაზე დამიკავშირდეთ. ნახვამდის.